ჯარში რომ მოვედით, რომ გავიცანით ერთ კვირაში, მას მაილა შევარქვით, იმიტომ რომ სულ იღიმოდა. ავღანეთში დაღუპულ პირველი კლასის რიგის ვასილ ყულჯანიშვილს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თანამებრძოლები ემშვიდობებიან. საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის 31 მსხვერპლი გაიღო. 22 სექტემბერს ჩვენ მთლიანად ქართულ ქვედანაყოფს დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, დაგვეღუპა ერთი ჯარისკაცი, ძალიან ამაყი ჯარისკაცი იყო, გაბედული ჯარისკაცი იყო, საქმის მოყვარული ჯარისკაცი იყო, ჩვენი ვასილი, ჩვენ ყოველთვის ჩვენ გულში იქნება. 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი ოცეულთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანებს 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. 22 სექტემბერს ქვეითი პატრულირების დროს მოწინააღმდეგის ჩასაფრებაში მოყვა. მებრძოლი გმირულად დაიღუპა. ვასრულებდით ქვეით პატრულს. როდესაც ბრუნდებოდით საპატრულო ბაზაზე, ამ დროს მოგვიწყეს ჩასაფრება, გაიხსნა მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლი. ჩვენი მხრიდანაც ანალოგიურად გაიხსნა ცეცხლი. ამ დროს რადიო სადგურზე გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ არის ორი პიროვნება დაჭრილი. აქედან ევაკუაციის ჯგუფი მივედით დაჭრილების ადგილას. როდესაც ვნახეთ, ერთი ჯარისკაცი მსუბუქად იყო დაჭრილი, ერთი ჯარისკაცი კიდე უშუალოდ დაღუპული. იგი თანამებრძოლებს მისიის დასრულებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე გამოაკლდა. რიგით ყულჯანიშვილს მალე სამშობლოში ჩამოასვენებენ. სულ გვახსენდება ჩვენი მომღიმარი ძმა სმაილა, ჩვენი სულ იღიმოდა და რავი, სულ მისი სახე თვალწინ გვიდგას თითოეულ ჩვენთანგანს და ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად მძიმე ტკივილია ეს ჩვენთვის და პირადად მე და ძალიან ბევრი აქ მყოფ თითოეული ჩვენთანგანი კიდე ცოცხალი გონია და კიდე გონია რომ შემოვა და გვიძახებს ისე ჩაგვეხუტება მოგვეფერება როგორც შეოდა. ვასილ ყულჯანიშვილს მეგობრები ბოლო სურვილს უსრულებენ. საბედისწერო პატრულში გასულამდე ჯარისკაცმა თანამებრძოლებს სურვილი გაანდო. ბრიტანეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების მხარდასაჭერად სპეციალური ვიდეო რგოლის ჩაწერას გეგმავდა. მან პატრულის წირო გადიოდა, თქვა რომ აი დავდგეთ ბიჭები, თანამებრძოლები და ჩვენი რაგბის საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად გავეკეთებინა ერთი პატარა ვიდეო რგოლი. ქართველი რაგბისტების მხარდასაჭერი ვიდეოკლიპის გადაღება ვერ მოასწრო. ოცნება ვასილ ყულჯანიშვილს სიკვდილის შემდეგ თანამებრძოლებმა აუსრულეს.